ნახოთ, როგორ განვითარდება სეზონი საინტერესო. ფრეიან წაგებული ჩასვლა გავარნის ტოლფასია რა. და მანდი იყო ფინალი მაგათთვის და თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გაგვიწრუეს იმედები ძალიან რა. ჩემპიონთა ლიგაზე რადიკალურად სხვა თამაში ითამაშეს. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენი მეორე ეპიზოდია უკვე. კი. პირველია ჩემპიონთა ლიგის ფენტეზიზე, თუმცა როგორც დააკვირდით, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის ფენტეზით არ მოგაწყენთ თავს და შევეცდებით რომ ყველაფერი საერთოდ გავარჩიოთ თქვენთან ერთად და ვისიამოვნოთ ფენტეზით და თვითონ უშუალოდ თამაშებით. კი ბატონო, ეს ჩვენი მეორე ეპიზოდია და აქ ხა უფრო ფოკუსირებას მოვახდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. წინაზე როგორც პრემიერ ლიგაზე გავიარეთ, ისე დავიწყებთ აქაც უკვე მიმდინარე სეზონის განხილვით რა. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ განხილვა ჯგუფური ეტაპით. რა მოხდა, მოკლე მიმოხილვა რა. აქვე ცხრილსაც გავხსნი. ხო, ლიგის ფაზაში ერთი რაც უეჭველი სამჩნევი არის, ის არის რომ მეორე წელი ამ ფორმატით ტარდება ჩემპიონთა ლიგა და არსენალმა რეკორდი მოხსნა. პირველი გუნდი გახდა რომელმაც 8-დან 8 თამაში მოიგო. და რავი უპირობოდ ულიდერა ჩემპიონთა ლიგას. ქართული თამაშებიც ჰქონდა ატლეტიკოსთან იქ სახში. არც შეუწყია არც ინტერთან, ხო, ანუ ძალიან დომინანტური იყო მთელი სეზონი. ისე პირველ რვა გუნდზე ისე სენსაცია ალბათ შეიძლება ტოტენჰემი იყო. ტოტენჰემი და მე სპორტინგიც გამიკვირდა სიმართლე რომ იცხრა რომ ბოლო თამაშიდან გამოდიოდა. არა, იმიტომ რომ PSG, რეალი, ინტერი ესეთი გუნდები დარჩნენ პლეინში, რომ ხო, ინტერიც და ინტერი კი არა, ტოტენჰემი და სპორტინგი ძალიან მართლა მოულოდნელი იყო რა ჩემთვის რა. ტოტენჰემი უბრალოდ საშინელება არის პრემიერ ლიგაში და მაგიტო პირველ რიგში რა, თორე 6 წელს წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს ნათამაშები რა. ხო, რაც უფრო საინტერესო არის პირველ რვა გუნდში სპორტინგზე და ტოტენჰემზე გითხარით. ბოლოში ჩვენმა ჟორჟის ვილიარეალმა ძალიან გაგვიწრუა იმედები. იმიტომ რომ ლა ლიგაში მართლა ძალიან კარგად თამაშობენ. ატლეტიკოსთან ერთად იყოფენ მესამე ადგილს, ჭიდობა მიდის მესამე ადგილს, შეიძლება ძალიან დიდი ხნის მერე ატლეტიკო ვერ გავიდეს მესამეზე რა. ხო, რადიკალურად განსხვავებული გუნდი გამოდის რა. ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიან, აი გეკონდება სეგუნდა დივიზიონის გუნდი არის და მე ლა ლიგაში გამოდიან და ესე ჩვეულებრივად 4-0, 3-0 და ესე ჩვეულებრივად მიყვებიან რა. და ძალიან უცნაურია საერთოდ ეგეთი აქცენტი რატო გავაკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მაშინ რა აზრი აქვს თუ გახვალ მე უკვე უნდა გაჯობოს. ხო, ეგ არის რა. სლავია პრაღა რატო უნდა გაჯობოს. მარტივის არ ქონდა. ისა უბრალოდ რთული არ ქონდა. მარტივი, რო დაიდო კენჭისყრის შედეგები, ვილიარეალი ვისაც შეხვდა, იმენა ვიფიქრებდი რომ ვილიარეალი მინიმუმ პლეინს ითამაშებდა რა. ძალიან მეკონა, იმიტომ რომ მე ბოლომდე მეკონა რომ ეგ ლა ლიგაში მართლა ძალიან ისეთი გუნდი არის, აი კარგად საყურებელი გუნდია რა. აი მარტო ჟორჟის გამო რო არ გაწურავ, ეგეთი გუნდი არის რა. სახალისო ფეხბურთს თამაშობენ, იქ შეიძლება 5 გაუტანონ, 5 თვითონ გაუშვან, ძალიან სახალისო შტაბესტილებას ტოვებენ, ჯერჯერობით მიმდინარე სეზონში, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გაგვიწრუეს იმედები ძალიან რა. ჩემპიონთა ლიგაზე რადიკალურად სხვა თამაში ითამაშეს ნაპოლის ველოდებოდი. ნაპოლის ველოდებოდი პლეინში, კონტე არა და კონტეს გუნდი მგონია რომ გაწურავდა მაინც, მაგრამ იცი რა არის ვერ იმახსა მანდაც შიდა ჩემპიონატზე. ალბათ საჩემპიონო ბრძოლა ვერ ვადანაშაულებ, იმიტომ რომ მართლა კათარზის იყავდა რა. ლაზარეთში, მართლა დებრუინიდან დაწყებული რა ლუკა გუდამთავრებული ძალიან ბევრი მოთამაშე აკლათ რა. სერიაში კი არიან ახლა მესამე ადგილზე. და სტაბილურად მიყვებიან, ინტერი ცოტა წინ გაიჭრა. გაქცეულ. ხო, ინტერი ცოტა წინ გაიჭრა, თუმცა გაუმართლებელი გამოდგა. კონტე მაინც და ჩემპიონატის ტიპი არის რა, ეგრე ვთქვათ და ხო, ნაპოლი უბრალოდ მინდოდა რა. ძალიან კონტეს უყვარს პირველი სეზონები და ახლა ალბათ ამ სეზონსაც სტანდარტულად ჩაამთავრებს პირველი სკუდეტოს მერე. ისეთი დიდი ვინ დარჩა ახლა პლეინის მიღმა, ბილბაო მართლა. ბილბაოსგან არ მაშინ არის და ნელ-ნელად ამ პლეინსას მივადგეთ. და დავამთავროთ ქვედა ცხრილი. მარსელი გასული იყო და ტრუბინმა 97 წუთზე რეალს რო გაუტანა მეიკარემ, ალბათ ყველა ნახეთ ეგ თამაში, სასწაული იყო რა. და ეგრეთ ჩარჩა მარსელი. კი, ზუსტად მაგ გოლმა ჩატოვა. ხო, ზუსტად რა, გოლ შეტევა იყო. ტრუბინის გოლი ჭირდებოდა. და რა მაგარია რომ ეს წყვილი კიდე იქნება რა, ბენფიკა რეალი, ეხლა რეალი გამოკვეთილი ფავორიტი არის. რაღაც სასწაული თუ არ მოხდა ისე რეალი აუცილებლად გავაწეს შემდეგ ეტაპზე, თუმცა მინიმუმ ლისაბონში
მარტივი თამაში არ იქნება. მოურინიოსგან კიდევ სიურპრიზებს უნდა ვეუბნოთ. კი, იმიტომ რომ რაღაცაები ამოხსნილია კაშკარად რა. მოურინიო თან რეალს ძალიან კარგად იცნობს და ლისაბონში მე პირადად ვილი რომ ძალიან გაუჭირდება რეალს რა. ანუ შეიძლება მოუგოს, შეიძლება даже დიდი ანგარიშთაც მოუგოს, მაგრამ არ გამოურიცხავ საერთოდ ბენფიკა პირველი თამაში მოუგოს რა. მგონია რომ შრალი კარიმან არ იქნება. რეალს არ იქნება ხო, მეც ეგრე ვფიქრობ რა. და საერთოდ მგონია რომ ორივე გაიტანს, ხო, ორივე მგონია რომ გამტანია რა. სახალისო თამაში იქნება, მე მგონია ორივე და კი, მეც ეგრე ვფიქრობ რა, ჟოზე, რეალი, ჩემი აზრით მადრიდში უფრო დომინანტურად წავა. მადრიდში მგონია რომ გაცამტურებენ შედარებით, მაგრამ სახალისო იქნება ეს წყვილი. კი. კიდე გამორჩეული წყვილი არის ისევ მეორედ ზედიზედ PSG გადის პლეინში და პლეინში ხდება ისევ ფრანგულ გუნდს. კი. ნუ წინა სეზონში ბრესტს ძალიან უცებ გადაუარეს ძალიან მარტივად. ხო, მონაკო ისედაც აღარ მგონია ეგრე რომ იყოს. თუმცა მაინც შედარებით კომფორტული მეტოქი არის ალბათ რა PSG-ისთვის. მიჩვეულები არიან PSG-ისთვის. შედარებით მიჩვეულები არიან და უცხოს არ დაელოდებიან. თან ამ სეზონშიც იცი რა არის? კი, არა, მან უფრო არ გამოურიცხავს სურპრიზს. არა პირიქით, მან უფრო გამოურიცხავს სურპრიზს რა, ვიდრე რეალი ბენფიკას შემთხვევაში. ანუ მგონია რომ შანსების პროცენტული გადანაწილება რო აიღო, ბენფიკას უფრო მეტი შანსი აქვს რეალთან. ფორმიდან გამომდინარე, თუნდაც გუნდში სიტუაციიდან გამომდინარე, PSG-ში ეხა რეალურად ეხა თამაშდებიან. თებერვალი არის შუა და აი გეგონება ეხა შედიან ფორმაში რა. დემბელეც ძალიან მაგარ ფორმაში შევიდა. კვარაც აგერ გოლით დაბრუნდა, დუეტს ეხა ცოტა ათამაშდა. ვიტინია მთელი სეზონია ძალიან სტაბილურად თამაშობს, მენდეშს აღარ უტყვი აღარაფერს და ჰაკიმიც ნელ-ნელა უბრუნდება იმ ფორმას, ის გამოც სოფლიოს საკუთარ მარჯვენა ითვლება რა. თუ PSG-მ დაიბრუნა იმ ფორმის ნახევარი მაინც რაც წინა სეზონში აკრეფილი ქონდათ უკვე ამ ეტაპისკენ დაწყებული, ჩემი აზრით არ იქნება მონაკო რთული მეტოქი, იმიტომ რომ მონაკო ჩემი აზრით წელს ისეთი გუნდი არ არის, რომ PSG-ს ფორმაში შესულ PSG-ს მით უმეტეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს. ნუ გასვლა თამაში შედარებით უფრო რთული ექნება PSG-ს, მაგრამ სახლში მგონია რომ ყველაფერს მარტივად დაუმთავრებს რა. და ეს დაჟე მე გასვლაზეც მგონია რომ მოუგებს PSG რა. ისეთი რაღაც არ არის, რაც არ უქნება. რაღაც ბრესტის სურათს ველოდები, ბრესტთანაც ქნის რა. ეგ ძალიან ამეტანი უქნეს. 10 თო, ანუ ეხა 10-2 ძალიან მარაზმია რა. ეხა ჩემპიონთა ლიგის ვინც არ უნდა იყოს. ორი გაუტანეს. მე მგონია 10-2 მახსოვს მე. 10-2, 7-1 და 3-1 თუ რაღაც მოკლედ ეგრე იყო რა. მაინც გაანადგურეს. კატასტროფულად გაანადგურეს რა. შემდეგი წყვილი და ჩემთვის ძალიან საინტერესო არის გალა იუვე. ანუ იმიტომ რომ ანუ იუვე ბევრად დიდი გუნდია მართლა გალაზე, თუმცა წელსაც ცოტა არ ვიცი გალა ფორმა. და გალა პირიქით გაშუშტდა. ძალიან არასტაბილური გუნდია რა. აი გალას რამდენიმე თამაშს უყურე თვითონ შიდა ჩემპიონატში ცაცი თამაშის და აი ცოტა ეთყობოდათ ბოლო თამაშებისკენ, აი ლიგის ფაზის ბოლო თამაშებისკენაც, რომ აი დაღლილები იყვნენ რა. ძალიან ბევრი ტრამვა ჰქონდათ. აი ლაზარეთად იყო რაღაც მომენტები გადაქცეული მთელი გუნდი და ეთყობოდათ კიდეც რა. ყველა ის ძირითადი მოთამაშე უკვე დაღლილები იყვნენ და ვეღარ უძლებდნენ რა და ნახოთ წესით ახლა საინტერესო წყვილი უნდა იყოს. არის თურქეთში გონია რომ ძალიან გაუჭირდება US. თურქეთში გულშემატკივრები, თურქეთში გულშემატკივრები და ანუ ძალიან დიდ აქცენტს გააკეთებს გალა თურქეთში გამარჯვებაზე რა. ანუ მგონია რომ ფრეზე არ გამოვა რა. ანუ თუ ბოლო წუთებში წავიდა რომ 0-0 იყო, ან რაღაც ეგეთ თამაში იყო, გალა მგონია რომ უფრო გაიწევს მოგცაგებად, იმიტომ რომ იტალიაში ფრეიან წაგებული ჩასვლა გავარნის ტოლფასია რა. და თუ გალა მოუგო თურქეთში, მე აღარ ვიცი, იმიტომ რომ ეს იუვენტუსი არ არის რა, ეხა კეინანში კილდიზი და ვიღაცები, ანუ ჯონათან დევიდი და ანუ კამანდა, ანუ ის არის რა, როგორ გითხრა, გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აქვს და ეხა იყალიბებენ რა. აი ინტერზე სულ ის დაბეჭდება მორჩება და კაკებს გუშინ, იუეს მოუგო 3-2 ბოლო წუთზე გაიტანა. მოდის რა, ანუ ბოლო 3-4 წელია ინტერისგან ეს რაღაც სტაბილური მენტალიტეტი მოდის. ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რაღაც ესეთ მნიშვნელოვან თამაშებში გამარჯვება, მაშინაც ბარსასთან ნახევარფინალში აჩერბიმ რომ ხო, მაგრამ მან მოკლეს, მან თელი ენერგია მან ხო რა, ეგრე გამოუვიდათ რომ მან იყო ფინალი მაგათთვის და წელსაც ეგრეთ უქნეს, ჩემი აზრით არ იქნება. მაგიტო არ ვიცი, იუვე გალა ძალიან საინტერესო წყვილი არის და შემდეგ მე ვინ ავირჩიოთ მოთამაშეები და რაღაც, აი რომ მორჩებით ანალიზს, მე მაგას ყველაფერს დეტალურად გავუვლით რა. მე მიმოხილვის მე უფრო დეტალურად გავუვლით.
არა იუვენტუსი მე პირადად ვფიქრობ, რომ უფრო მარტივად მოუგებს. გასვლა ერთული იქნება, მაგრამ ამ წყულში გამარჯვებული ჩემი აზრით შეიძლება ფავორიტი იუვენტუსი დარჩება, რა. მაგრამ დიდი იმიტომ ფავორიტი რომ არ არის. გალა იმდენად აი რავი, კი ვითომ აი ეს ლივერპულთან მოგება, იქ გამარჯვება ის, მაგრამ ჩემი აზრით გალასარაის არა აქვს ის სიღრმე და ის დონე, მაინც რომ ამ დონეზე გაკაჩოს რა და იუვენტუსი რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ის იუვე აღარ არის. ეხლა ამ ბოლო პერიოდში და წელსაც შედარებით უფრო გამტანი გუნდი არის და უფრო აი კარგი საყურებელია ვიდრე მანამდე იყო და ალბათ ხო, ის მოუღწევ. ველი სპალეტი ხო? სპალეტი რომ მივიდა და ტაქტიკაში ძალიან კარგად შეჯდა. კარგად ათამაშა იუვე რა, კალულს კარგად ათამაშდა. ილდიზი ხო თამაშობდა და ლოკატელის არის ძალიან კარგი სეზონი. მართლა ვესტონ მაკენისაც ნორმალური სეზონი აქვს, ძალიან კამბიასსაც. მოკლედ რა, დგრეგორიოსაც კაი სეზონი აქვს. იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატზე რო იყო საკლუბო სოფლიო ჩემპიონატზე ზაფხულში რომ რეალთანაც ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა. მოკლედ ჰქონდათ რა გამართებები და გონია რომ შემდეგი სეზონიდან უფრო მძლავრი გუნდი იქნება იუვე ვიდრე ეხლა არის რა. წელსაც ალბათ მე ველოდები. ჩემპიონატთა ლიგაზე გასვლა იქნება მაქსიმუმი ამ გადმოსახედით. რა იმიტომ რომ შიდა ჩემპიონატში შეიძლება ეგეც რთული იყოს, საბრძოლელი ექნებათ, იმიტომ რომ ეგ რომა, ატალანტაც ახლოს არის და თითქმის ერთეგივად გიწვის იბრძვიან და ნახოთ, როგორ განვითარდება სეზონი საინტერესო. აი კომოც კი ახლოსაა და კი. მაგათთან ერთად არის ყველა. შემდეგი ის ცივიზე მინდა გადავიდეთ. ჩვენ ყარაბაღი არა და აზერბაიჯანელს მაგაცებზე, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრი ყავს და ხალხო. ჩვენო მეზობლებო, გამოიწეროთ ჩვენი არხი. რათა უფრო მეტი ვისაუბროთ ყარაბაღზე ეს ხუმრობით. არა, ყარაბაღზე ჩემს ისედაც ბევრი გვაქვს ყარაბაღზე სასაუბრო. ბევრია სასაუბრო, იმიტომ რომ ანუ ჩვენი ეროვნული ლიგის დონიდან გამომდინარე, ჩვეულებრივად არის სენსაცია, რომ აი ხა ჩვენ რომელიმე გუნდი დინამო ბათუმი არ აქვს მნიშვნელობა ვინ, რო გავიდეს. აი რო გავიდეს მართლა ჩემპიონთა ლიგაზე, აი დაახლოებით ანუ მიუხედავად იმისა, რომ კი აზერბაიჯანში შევა უფრო მეტი ფული ტრიალებს, ასე გასული ყარაბაღი პლეინში, ყარაბაღი საერთოდ ზოგადად ლიგის ფაზაში ეკო უკვე მართლა ლიგა არის, ან ძალიან სიგიჟეა რა. და რაც ითამაშეს და თან რაც ითამაშეს, სულ კაი შტაბეშლება დატოვეს რა, ყველასთან იბრძოლეს, იქ ბოლო წუთზე თამაშის მოგება, შემოტრიალება, კი იქ ბოლოს ენფილდზე განადგურდნენ, ყარაბაღია მართლა რა. ხო, ნუ მოსაუნელიც იყო რა ეს განადგურება. ის ხო არ არის, მაგრამ აი ჩელსისთან ფრეკონდათ ძალიან შვენიერი თამაში. მაგრამ გონია რომ ხო ნიუკასლთან სურპრიზი არ უნდა ველოდოთ. ძალიან ძიმე გუნდია რა ნიუკასლი რა. ანუ მით უმეტეს ეგეთი გუნდისთვის, აი ჯანში ძალიან გონია დაჩაგრავს ნიუკასლი. ანუ დაცვის ხაზი იქით, ანუ აზერბაიჯანში ველიო გოლს გაუტანს. გონია რომ ნიუკასლი ჩვენ წინ ეპიზოდში თქვით. რომ ნიუკასლი გასვლაზე არ არის. გასვლაზე აი მართლა ძალიან უჭირთ რა. დონეს შორის ალბათ დიდი სხვაობა იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი გასვლაზე ძალიან რთული თამაში იქნება. თან მით უმეტეს მესმის რომ ყარაბაღია და არ არის არავინ და ვერ გაკაჩავენ და ასე შემდეგ. მაგრამ გიმარაეში დაკლიათ და ეგ არის აი ნიუკასლის მართლა ხერხემალი არის რა. აი ყველაფერი არის გუნდისთვის. გასვლაზე გულშემატკივრების ფაქტორიც იქნება. და ყარაბაღი ძალიან მოტივირებული იქნება, იმიტომ რომ დასაკარგი მაგათ არაფერი არ აქვს რა. ან გაუტანენ და კარგი თამაში ექნება და ალბათ ან მოუგებენ რაღაც, ან ნუ ისედაც ელოდებიან რომ ვერ წავა რა. ამიტომ შეიძლება აი, რავი, შედეგიანი თამაში იქნება და მგონია რომ შანსიც არსებობს რა რაღაცა და განმეორებიც უკვე მგონია რომ ხო, აი აზერბაიჯანში თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა. აი თუ მაგალითად მოახერხო ყარაბაღმა და აი რავი მოუგვან ფრე ბევრად საინტერესო იქნება ინგლისში თამაში, მაგრამ აი თუ ნიუკასლმა აზერბაიჯანშიც მოუგო თამაში და მე ანუ სახში ნიუკასლი ისე ძალიან ცუდი ანუ გონია რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ხო ჩამოთვალო, ანუ ყველას გაუჭირდება ნიუკასლთან გასვლაზე. ამ სეზონში ბარსასაც გაუჭირდა იდეაში, ნუ რეშფორდმა უბრალოდ ორი რაღაცა არანორმალური გოლი გაიტანა და ეგრე მოუგო ბარსამ. გაიხსენა ინგლისის დრო. ხო, თავის დროზე რა წამოვიდა რა. ძალიან ინგლისური გუნდია თან ნიუკასლი რა. თან ედიჰაუს მოწონს ამ ბოლო დროს 4-4-2-ის თამაში, რომ ვისა და ულტიმატეს როცა ერთად აყენებს და აი მანდ უკვე სახში კუთხურები, ჩაწოდებები, აი რავი, ამ სერმონია რომ უბრალოდ აი მოუკლავენ თამაშს ყარაბაღს და შანსს აღარ დაუტოვებენ რა. ყველაზე მეტი შანსი აქვს ახლა აქედან რომ რაღაც წაიღონ, რომ იქ მერე იქნებდა გაზრდნენ რა. ხო, ნუ აქ ძალიან გამოკვეთილი ფავორიტია ნიუკასლი. კი,
კიდევ ერთი ეგეთი საინტერესო წვლილი რომელიც არის ბოდო გლინტი ინტერი ბოდო ჩემთვის ამ სეზონში არ ვიცი რატომ მაგრამ რავი თამაშობურე ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში ბოდოს და ბერგი რომ ყავდა მაგითო ხო ბერგი რომ ყავდა ფენტეზიში ანუ ძალიან კაი გუნდია რა თან გვარდიოლამაც ისაუბრა მაგაზე რომ ნუ რა ვიცი ნუ ეგონებაო ნორვეგიაში თამაში მარტივია რა არაფერს მე მანჩესტერ სიტი ვარო თუ იქ მე ბოდოგლინტი ხდებაო ბოდოგლინტი არის ძალიან კაი გუნდის სახში მით უმეტეს და გონია რომ ინტერსაც შეუქმნია პრობლემებს რა გასვლით თამაში უბრალოდ ინტერი მართლა ძალიან ძლავრი გუნდი არის აი ძალიან ძლიერი გუნდი არის და აი კაკრას ვინ თუ არა ინტერმა იცის აი პატარა გუნდებთან როგორ უნდა ითამაშო რა აი მაგაში არიან პროფესიონალები არიან იტალიაში ანუ შეიძლება გავიდნენ მილანთან წააგონ US-თან წააგონ შეიძლება სიტყვაზე ვიძახი მაგრამ აი ზუსტად იციან კალიარისთან გუნდებთან როგორ გავიდნენ და 2-0 3-0 3-1 დაიჭირა კი მაგრამ ბოდოს ახლა ერთი პლუსი ისაა აქ რომ ამ მომენტში ბოდოში ნორვეგიაში არის -8 გრადუსი აი იტალიელებისთვის იქ ჩასვლა და კომფორტულად და კარგად თამაში ძალიან რთული იქნება რა არ ველოდები სენსაციას ნამდვილად იმიტომ რომ ჩემი აზრით იქ რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს გადაფარავენ იმიტომ რომ ინტერიც ზოგადად შედარებით უკვე ფორმაში შედის თავის დიმარკოიან თავის მარტინეს ტურამიან ბარელა მეგონი ბარელა ხო გამოკერთა ხო ნუ არა აქვს მნიშვნელობა ვინც არ უნდა ყავდეთ ინტერია და აზრი არა აქვს, მაგრამ გასვლითი თამაში ნამდვილად გაუჭირდებათ რა. იმიტომ რომ აი თვითონ ინგლისელებიც აი სიტი ჩავიდა და იმათ გაუჭირდათ. ეხა ისინიც არიან მიჩვეულები შედარებით ცივა მინჩი თამაშს. უბრალოდ იქ აი ნამდვილად ყინავს რა. თან პატარა ის სოფელივით არის. სოფლ ქალაქ აი ძალიან პატარა ის არის და აი რო ჩადიხარ საერთოდ სხვაგან ხარ რა. ეხა სად მილანში რო სანსიროზე თამაშობდა, სად სადღაც სოფლში -8 გრადუსში ყინვაში მიდიხარ და ეთამაშები გუნდს, რომელსაც ასევე არაფერი არ აქვს დასაკარგი რა. თავის თელ სულს და გულს შეგიდები. შედარებით მძიმე თამაში შეიძლება გამოდგეს ეგ. ან პირიქით ხიარული რა, მაგრამ საბოლოო ჯამში ინტერიც ძალიან დიდი ფავორიტია რა. მე ეგრე ვფიქრობ რა. აი ოლიმპიაკოსი, ლევერკუზენი აქ სხვათა შორის ეს მგონია რომ ძალიან საინტერესო ის იქნება წყვილი რა. უხგოლიანი წყვილი იქნება მგონია რა, აი ძალიან ბევრი გოლი გავა, რაღაც ეგეთ შეგრძნება. ლევერკუზენი უფრო ფავორიტია, მაგრამ ბუნდესლიგის გუნდია და ბუნდესლიგაშიც ეხლა ბოლო მაგრამ ოლიმპიაკოსი საერთოდ არ გამოიყურება ცუდად და თავისუფლად შეიძლება რომ გაგწეს. რეალ 3 გოლი გაუტანა, ანუ არ არის რა. აქტივი ამბავი და მან შეიძლება რომ ოლიმპიაკოსი შეიძლება გავიდეს, თუმცა ლევი აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასული თამაში ისა განმეორებით თამაშის სახში თამაშობს რა. და აი ეგ ფაქტორი კიდე ძალიან მოქმედებს და მგონია რომ ლევერკუზენი მაგით ისარგებლებს. ხო, ეგ რომ იცოდეთ თქვენს ზოგადად 8-დან 24-მდე ვინც დაამთავრებს, ანუ ზედა 8 გუნდი არის განთესილი და ქვედა 8 გუნდი არ არის განთესილი. ეგ იმას ნიშნავს, რომ ქვედა 8 გუნდი პირველს თამაშობს სახლში და მეორეს გასვლას რა. და ზედა 8 გუნდი პირიქით ხო პირველს გასვლას და მეორეს სახლში და ეგ ასე ვთქვათ მცირე უპირატესობას მაინც გაძლევს რომ მეორე თამაშ სახლში თამაშობდა. ახლა ოლიმპიაკოს უწევს ეგრე რა, ზუსტად. ბოლო თამაში დაგვრჩა ფიუგი ატლეტიკო. და ძალიან გავხავთ ამ ერთგუნდს, ძალიან გავუჭირდება ატლეტიკოს რა. აი ფიუგი არის ძალიან წყალებში ვთქვა ძაღლი გუნდი რა. ელოდეთ ფორბსის ეთრიკს. არწმუნებული ვარ. სხვადასხვა ბარსას ხო გააწამეს ამ სეზონში 3-3 თამაშეს, იამალს ხონდა რაღაც აი სასწაული თამაში ხონდა და მაგრამ მაინც ვერ მოუგო. იმიტომ რომ იქიდან ფორბს ხონდა სასწაული თამაში. ძალიან მგონია რომ მინიმუმ სახში ამ სეზონში მარტო ბარსასთან ითამაშა მე მგონი. ძალიან გავწევ. საერთოდ არ გამიკვირდება რომ ატლეტიკო ვერ გავიდეს რა. იმიტომ რომ ჩოლოსთვის ახლა იქ შიდა ჩემპიონატში კი ვილიარეალია წინ და ბეტისი ცოტა შორს არის, მაგრამ სიმეონესთვის თან ახლა 4-0 ბარსას მოგებული. ხო. გადაღები ბარსას. და სხვათა შორის დღეს წააგო ატლეტიკო რომ 3-0 რაიოვალი განავს და ცოტა ხნის წინ. ხო, და ანუ ძალიან სტაბილური გუნდია და მგონია რომ სიმეონესთვის რა მაქსიმუმ უნდა იყოს კოპა დელ რეის ახლა ბარსას 4-0 რო გაქვს მოგებული.
ფინალში თან აღარც მახსოვს იქ ვინ არის. იქით ხარ ეს არის მე მგონი ბილბაო მოუგოს ნახე, ის წამინა ხო აღარ მახსოვს. არა მგონია რომ სიმეონე აქცენტს გაკეთებს კოპადელრეი მიიგოს ატლეტიკო. არა, სოსიედადმა მოუგო ბილბაოს პირველი თამაში. ხო, და მეორე აქვს სახლში და შეიძლება მგონია რომ ფინალში შეიძლება გაზრდნენ კიდეს. გამარჯვებულს ატლეტიკო. ჩემი აზრით ხო სრულ აქცენტს მაგაზე გააკეთებს რა რომ ტიტული რა ამ სეზონში სოსიედად და ბილბაოც ძალიან არასტაბილურად თამაშობენ რა. მინიმუმ რა ვიცი ევროპა ლიგაზე ან კონფერენციის ლიგისთვის და იბრძოდნენ და ამ განმსახედიდან არ მგონია რომ რომელიმე გავიდეს მათ. აი ელჩე არის ვიღაცები ვინც კარგად თამაშობენ რა და შეიძლება კი მაგრამ ნუ სიმეონე მაინც ტიტულზე თავიდან ბოლომდე ალბათ კოპა დელ რეიზე იქნება გადართული რა და ჩემპიონთა ლიგაზე შეხედავს ალბათ რა როგორ იქნება რა როგორ იქნება შეხედავს კიდევ თუ რეალს შეხვდნენ მეოთხეთ ფინალში შეიძლება დაივიწყოს შეიძლება დაივიწყოს და მე მგონი ეს ცოტა ღმად უნდა განვიხილოთ უფრო რა ცოტა ვილაპარაკოთ და მოდი თან ფენტეზით ჩავთოთ ხო და იქაც თან ვისაუბრებთ ამ მატჩებზე და ხო როგორც პრემიერ ლიგაში ის ჩემპიონთა ლიგას აქვს თავისი ფენტეზი ერთადერთი სხვაობა რაც არის ну არა ერთ-ერთი არა პატარა მინიმალური სხვაობები არის და უბრალოდ ჩვენ ფენტეზი ლიგაში რომ დაჯოინდებით ლინკი იქნება description-ში მითითებული დასაჯოინდებული აუცილებლად ძალიან მარტივად მიხვდებით აი პირველივე თამაშს რო ვითამაშებთ ეგრევე მიხვდებით პრინციპს რა იმაში რა ქვია პრემიერ ლიგაში არის დევკონები და აქ არის ბოლ რეკავერები რა ანუ მაგით ეწერება ქულა რა ანუ დაბრუნებული ბურთი რა ბლოკები აუხსნათ ხო ზუსტად ეგ არის სამ დაბრუნებულ ბურთზე ერთი ქულა არის პლუსი გოლზე მცველისა შემდეგისაც და ნახევარმცველისაც ერთნაირად ეწერება ქულები ასისტიც იგივენაირი ის არის უბრალოდ ყველა ტურის მერე ანუ აქ უკვე ჩვენ playing და play-off-ის თამაშებზე ვართ და როცა გუნდს დააყენებთ ანუ ისეთი გუნდი უნდა დააყენოთ რომ play-in-ში განმეორებით თამაშზე ორი ტრანსფერი გექნებათ მარტო ანუ მხოლოდ მეორე თამაშს უნდა გაითვალისწინოთ რა აუცილებლად რა და მეორე თამაშისთვის ისეთი უნდა დააყენოთ პირველ წრეში რომ ორი ისეთი მოთამაშე გამოსულოთ რომელიც ანუ ხო ან დაიტრამება თუნდაც ან რაღაც დაემართება ანუ უბრალოდ ანუ მან ძალიან ანუ განმეორებით თამაშისთვის ხვდები შეიძლება სწორზე რეალს ხონას წაგებული ბენფიკას 3-0 და ანუ იმას გულისხმობ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი თამაშის ანგარიშებს რა და აქედან შესაბამისად თქვენი აზროვნებით ლოგიკით და პროგნოზებით უნდა დააყენოთ თქვენი საყვარელი რომელიც გონიათ რომ ყველაზე მეც ხო მე ხა დავიწყებ უკვე აქაც შეიძლება დამონაცდები რამდენიმე ესე პირდაპირ რო ვთქვა სანამ აი უშუალოდ გუნდზე გადავალთ აი ჩემი რჩევით და ზოგადად დაკვირვებით აუცილებელი არის რომ აი სიტყვაზე აი შეტევაში ხო აუცილებლად სტრაიკერს აყენება აი სიტყვაზე ჩვენი სამი სტრაიკერი ალბათ იქნება მბაპე უეჭველად დემბელე უეჭველად და ვარიანტად გვაქვს ან გირასი უბრალოდ მაპატიეთ ან ალვარესი იმიტომ რომ ორივე ფავორიტები არიან დორტმუნდი ხა ატალანტასთან ჩემი აზრით ფავორიტი გუნდია და ატლეტიკო ბრიუგესთანაც ფავორიტია და აი მანდ უკვე უნდა გავარჩიოთ რომელი უფრო გჯერა და დატა სიტყვაზე რომლის მხარესაა მაგრამ მაინც შეგიძლია რა გირასიც გონია რომ კარგ შედეგს დადებს და ალვარესიც და ზოგადად აი ნახევარდაცვაშიც როცა გუნდს ვაყენებთ საყრდენი ფეხბურთელები თუ ნუ იშვიათ შემთხვევებში ნუ ზოგი არის რომელსაც უყვარს აი ბოქს კრეშინგი აი საყრდენი ფეხბურთელი რომ დააყენო მაგრამ ძირითადად ჯობია რომ ნახევარდაცვაში გათვალისწინებულია ვინგერები ათიანები და ბოქს თუ ბოქს ტიპები და ჯობია რომ ეგეთი ფეხბურთელებით დავაკომპლექტოთ რა აი ხო უშუალოდ სკიოს გამოგვიჩენს ხო ამონათდება და გაჩვენებთ რა აი სტრაიკერებით მარტივად რომ დავიწყოთ წინ მოკლედ აქაც იგივე ფორმაცია არის ორი მეკარე 5 მცველი 5 ნახევარმცველი 3 შემტევი 5 მოთამაშისთვის ისე გვაქვს 100 მილიონი როგორც წერან თოკომი საუბრა ანუ play-ში ორი მეგა გუნდი რომელიც არის PSG და რეალი და ანუ აქ შეცვალა ერთი რაღაც სეზონის ლიგის ფაზის დროს ერთი გუნდა შეგელოს 3 მოთამაშე და ეხა play-ში რადგან გუნდების ნაკლებობა არის
შეგვიძლია ერთი გუნდიდან 4 მოთამაშე. ამიტომ ჩვენ მაქსიმუმად ვესწრებით, რომ რეალიდან PSG-დანაც 4 მოთამაშე გამოვიყენოთ, იმიტომ რომ რაც შეიძლება მაღალი ქულა დავწეროთ, იმიტომ რომ ალბათობა უფრო დიდი არის სხვაზე რომ დემბელე მონაკოსთან სხვაზე დუბლი შეეძლოს, ვიდრე მაგრამ აი ფლატეგერს ვერ იტყვი რა. შეიძლება მართლა გამოვიდეს ბოდოგლიპის რაიგერი და ჰეტრიკი შეუგდოს ინტერს რა. მაგრამ ნუ ხო ვანგები არ ვართ და აქ ლოგიკაზე და ნუ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად შეგვიძლია რომ რაც შეიძლება სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და მან მე შეიძლება საერთოდ პირიქით წავიდეს და სწორი გადაწყვეტილება იფიქრო სწორად, მაგრამ მაინც არ მოხდეს ისე რა. ფორმიდან გამომდინარე დემბელე აუცილებლად იწყებს. იმიტომ რომ ზოგადად ესეთ თამაშებში დემბელე უფრო მაგარ თამაშობს, ვიდრე ეგეთ პატარა თამაშებში რა. ამ სეზონში მონაკოს შეიძლება პუშკაშის გოლი გაუტანა. ძალიან კარგი გოლი გაუტანა. და დემბელე ხო ფორმაში შედის და რატო არა? შეიძლება წავიდეს მეორეჯერ ოქროს ბურთზე, რატო არა? საფრანგეთმა სოფლიო მოიგო და ლიგა თუ გაამეორა და ტრიპლეტი თუ დადო, ისევ PSG-ში back to back-ი შეიძლება რომ მოიგოს დემბელე მისო მეორეჯერ ოქროს ბურთი, მაგრამ არ მგონია. არა, საფრანგეთმა თუ რამე გააკეთა. ხო. რომელიც არანორმალურ ფორმაში არის. ჩემპიონთა ლიგას 13 გოლი აქვს გატანილი და ძალიან დიდი ალბათობით რონალდოს რეკორდს მოხსნის ერთ სეზონში გატანილი გოლებით. 4 გოლი უნდა და ბენფიკას თუ გასცენ კიდე მინიმუმ ექსტრაორი თამაში აქვს და ხო რეალია რა. ცუდი სეზონი აქვს. არ აქვს აი სეზონი მარტივად ვთქვათ, მაგრამ ვიცით რომ ესეთ სეზონებში უფრო საშიშია რეალი რა. ვიდრე ფავორიტი რო არის რა. ასეთ სეზონებში უფრო საშიშია რა. აი მესამე შემტევი არის ზუსტად როგორც ვთქვი, აი ჩემი პირადი აზრით არჩევით, ეგორი ვარიანტი მაქვს ალბათ რა. გირასი არის ჩემი აზრით რა. მაგრამ აი ხა რომ დავფიქრი. გირასი მგონია რომ თავიდან გერმანიაში გირასი უნდა დავაყენოთ და მე გასვლაზე შეიძლება უკვე მე ატლეტიკოს სახში იქნება მე მეორე. ხო, ატლეტიკოს განმეორებით სახში უკვე. მგონია რომ მართლა მგონია რომ ბიუგე მოუგეს პირველ თამაშს. აი მინიმუმ არ წააგებს. და ერთი ტრანსფერი მე უკვე პირდაპირ ამისთვის გამოწვეული იყოს. შეიძლება. გერმანიაში გირას ან რამე წინასწარ ინფორმაციას თუ გავიგებთ, მაგრამ ძალიან მეეჭვება. აი ნიუკასლიდანაც შეიძლება, იმიტომ რომ აი ვოლტემადიან ვისა, მაგრამ აი მაგას ედი ჰაუსთავში ხო, ანუ ვერ გავიგებთ ვერაზროს და ძალიან სარისკოა. აი ეგეც გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება მოთამაშე მართლა ძალიან კარგი იყოს და სიტყვაზე გრძნობდე და იცოდე, რომ დიდი პოტენციალი აქვს ამ თამაში, მაგრამ წუთრენისგან თუ მოულოდნელია, ან წუთები შეზღუდულია, არ იცი რამდენს ითამაშებს, შეიძლება მაგრისკად არ ღირდეს. მაგრამ ნუ გააჩნია რისკები უნდა დავაბალანსოთ რა, სადღაც შეიძლება გავრისკოთ, სადღაც არა და სადღაც ყველაზე აი ტემპლეტ, ყველაზე ხშირი ფიქი ავიღოთ რა. მაგრამ ნუ საჭირო არის რა თქმა უნდა რისკი, მაგრამ ამ შემთხვევაში იმდანაც კარგი ვარიანტებია გიურასის და ხულიანის სახით, რომ ჯობია რომ არ გავრისკოთ რამე სხვა ფეხბურთელით რა. შემდეგი ვიტინია ნახევარდაცვაში, რავი, ბევრი წარგმნა არ ჭირდება, თუმცა ლიგაზეც ახლა სეზონში 5 გოლია გატანილი ვიტინიას. აქედან ჰეტრიკი გაუტანა ტოტენჰემს. და ანუ წინა სეზონის შედეგს მე მგონი უკვე აჯობა. თავის შედეგს კი. ხო, თავის საკუთარი შედეგი უკვე გაუმჯობეს. და ამ სეზონში 5 გოლია გატანილი ვიტინიას და ანუ არ არის ყველაზე შემტევი, ანუ აქ შეიძლება ვინგერის ნახევარდაცვაში უკვე ვინგერი შეგიძლია რომ ჩასვა თუ ნახევარდაცვის სექციაში არის გათვალისწინებული ვინგერი, მაგრამ ვიტინი არის აი როგორ თქვა რა, ჩვენ ვისაც გავაგზავნებთ მე და როგორ მოვისმენთ თამაშებს, მიხვდებით რატო ვიტინია და არა ვინმე სხვა რა. ანუ ფულის ამბავში ხა შეიძლება დუე ეხა ჩვენი გუნდი დაკომპლექტებული ყავს უბრალოდ თქვენ გაცნობთ დუეტს შეგვიძლია რომ ჩავსვათ ან ყვარა გემონების საკითხია რომ ხალხო ანუ ეს უბრალოდ ჩვენი აზრი არის რომელსაც ჩვენ ვაყენებთ თორე თქვენ თუ გინდათ რა ვიცი მართლა ბოდოგლიმდი აწევთ რა ხო ანუ რეალურად იმაზეა დამოკიდებული რას ფიქრობთ და შეიძლება უგულშემატკივრო ყველაზე კარგი ამ თამაშის საკითხი შეიძლება უგულშემატკივრობიდაც რა ეხლა მე მაგალითად ვარ რეალის ფანი და შემიძლია რომ ავდგე ხო მთელი რეალი ხო თანამშრომელი ყავს რომელიც ნონიმადური პერსონალური უგულშემატკივრობა ხო და შეიძლება ესე ანუ უგულშემატკივრო რა ეხლა მე ხო მე ხარ რეალის ფანი ვარ და ავდგები და დავაყენებ რეალის 4 კაცს იმიტომ რომ თან მინდა რომ უგულშემატკივრო
თან მგონია კიდეც სიტყვაზე, რომ რაღაც შედეგს დადებენ. მაგრამ აი ხა თქვენ რო გირჩიოთ, ეგ შეიძლება არასწორიც იყოს, რომ იმიტომ რომ ყველა რეალის ფეხბურთი ხა მართლა 4 არ მგონია რომ გამოიჩინონ რა თავი. მაგრამ ნუ მე შეიძლება დავაყენო რა. აი ზუსტად. და ეგ თქვენზე არის დამოკიდებული ხა თქვენ თუ გიხარიათ და თან გინდათ რომ გულშემატკივროთ და თან გონიათ კიდეც შინაგანად შეიძლება აწყო აი ოლიმპიაკოსის ნახევარდაცვა და გულშემატკივრო. მე მაგას თამაშია დღის ბოლოს რა მართლა რა. და ვიტინი, მოკლედ ვიტინი შეგვიძლია დუე ან ყვარა. ეგ თქვენი გემოვნების საკითხია, რომელიც გინდათ აირჩიეთ. ჩვენ მაინც გონია რომ ვიტინია, ანუ ბოლ რეკავერების ამბავშიც 90 თუ საოცრად თამაშობს, ანუ ყვარა გაყავთ, დუე გაყავთ, ვიტინი არ გაყავთ. და ვიტინი იმხილ შეიძლება ლონგშოტი, ანუ შორიდან გაიტანოს გოლი, სტანდარტულად ვიტინი აწვის და მოკლედ ვიტინია. ბევრ რაღაცას შეერდა პენლებშიც მე მგონი დემბელეს მერე პირველი, ალბათ. კი, დემბელი რა ვიტინია. ხო. ნუ ყოველ შემთხვევაში იზიარებს მაინც პენლებს და აი ყვარაზე ერთსაც დავამატებ, ყვარა ძალიან კარგი ფეხბურთელია, ყველა მიცით, რა თქმა უნდა. უბრალოდ წუთები მართლა შეზღუდული აქვს ამ მომენტში. იმიტომ რომ მგონია კი არა, ალბათ ეგრეც არის, რომ ენრიკეს არ უნდა ალბათ რომ ამ მომენტში ძალიან დახარჯოს რა. იმიტომ რომ ძალიან უმუშა ფეხბურთელია და ძალიან ჭირდება დიდ თამაშებში. აი ხა მე მგონია რომ მარტივად გადაივლიან მონაკოს რა თქმა უნდა და მერე უკვე ვის ხვდებიან პირდაპირ ვიზეგადიან. ხო, ბარსაზე შეიძლება გავიდნენ და აი მანდ უფრო დაჭირდება და მაგისთვის შეიძლება უფრო ასე ვთქვათ შეინახოს ხვიჩა. და ვიტინიას ბევრად უფრო მეტი რესურსი აქვს ასე ვთქვათ ფიზიკური. იმიტომ რომ ნუ ცენტრია მაინც და ბოქს თუ ბოქს თამაშობს და მიჩვეულია მაგას და ითამაშებს. ბოლ რიკოვერი აქვს, პენებს იზიარებს, გოლები თან ანუ სასწაულ ფორმაშია და გოლები გააქვს. და რა ვიცი, ჩემი აზრით PSG-დან დემბელეზე კარგი ფიქით შეიძლება აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში ვიტინია. მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ თუ თვლით და გრძნობთ მაგას, რომ დააყენოთ ხვიჩა, დააყენოთ დუე, დააყენოთ ბარკოლა. ბარკოლა არ დააყენოთ. ბარკოლა არ დააყენოთ. ჟოაუნევეში ან რუის, ან ნებისმიერ შეგიძლიათ რა, მაგრამ ჩვენი აზრით წუთებიდანაც და თვითონ მე ხა ამ სეზონიდან გამომდინარეც ალბათ ვიტინია ჯობია რა. ხო, მოკლედ რეალიდან ვინც გინდა დააყენეთ ხალხო, ანუ დიდი არჩევანია, ანუ როგორც წეგან თქვით რომ ანუ 4 ფეხბურთელი შეგიძლიათ ერთი გუნდიდან პლეინის დროს და ანუ ვინისიუს ნახევარსულად განიხილება და ვინი უალტერნატივოა გიულერი ბელინგემის არყოფნაში მგონია რომ ძირითადად ის იქნება და ნუ პაპე გიულერის ლინკაპი ამ სეზონში ძალიან ბევრ პასუხს უკეთებს მართლა რა პაპის და ვინი გიულერი რეალის ნახევარდაცვაში შეგიძლიათ ვალვერდე აიყვანოთ მესამედ ან რეალის მეოთხე პიკად ტრენტი იყიდოთ დაცვაში. ხო, მაგრამ იქ შედარებით უფრო რისკიანი გადაწყვეტილება არის. და ალბათ თუ 4 ფიქს თვით сейф რომელიც იქნება და უფრო დაცვლები იქნებით რომ აუცილებლად ითამაშებენ, ალბათ იქნება მართლა ეგრე აი ესე ბაპე, ვინი, არდა და ვალვერდე. მაგრამ მე ჩემი აზრით არ ვფიქრობ რომ რეალიდან მაინც 4 შეიძლება 3-იც კი იქნება. ხო, 3 ან შეიძლება 2-იც კი შეგიძლიათ, ეგ თქვენზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ნუ გიოს აზრით 4, მაგრამ ჩემი აზრით, რავი, 2-იც სრულიად საკმარისი არის შეტევა ნახევარდაცვაში, ბაპე, ვინი, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივებზეც რო გადავიდეთ, აი პირდაპირ ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ მარტივი ხარი აქვს ინტერს ბოდოსთან, ჩემი აზრით მაინც. კი, არა, ფავორიტი არის. ინტერიდან მაგალითად აიყვანოთ ჩალხანოღუ. და ბარელა. დაბრუნებულია ჩალხანოღუ პენალს ურტყავს და ძალიან დიდი შანსია ასე ვთქვათ რომ პენალი აიკიდონ და ჩალხანოღუზე ჩათვალეთ +5 ქულარი ეკრევე რა. და ბარელას ცოლებად შეიძლება დააყენოთ. ასევე ნიუკასლზე კი ვილაპარაკეთ რომ შეიძლება ესეთი რთული ან ესეთი თამაში იყოს, მაგრამ აზერბაიჯანში. ხო, აზერბაიჯანში სახში ნამდვილად არა და გორდონი აი პენის აკიდების შანსი საკმაოდ დიდია, ალბათ აზერბაიჯანშიც. გორდონი ნახევარწოლებში. კი, გორდონი ნახევარწოლებში არის და კი, პრემიერ ლიგაში ცოტა ესეთი სეზონი აქვს. არადამაკმაყოფილებელი მაგის ტალანტისთვის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოიყურება. 10-ში არის მომარჯვენეების გუნდის 6 გოლი საასოლიო შედეგია და ჩემი აზრით თუ პენალი ან ამის სტანდარტული იქნება განსაკუთრებული, ყველგან პირველ რიგში გორდონია და ალბათ ძალიან დიდი შანსი აქვს საგოლე მოქმედების. ეგეც საკმაოდ ვალიდური ფიქია და კიდევ ჩვენ პლეინის სელექციიდან გამომდინარე ორ პირდაპირ ანუ მარტივად გადავივით ხალხო რა, ნუნუ მენდეში და ფედერიკო დიმარკო
სოფლიოში ხა ორი საკუთი მარცხენა მცველი, პირველი მენდეში, მეორე დიმარკო. და ალბათ მაგათ მესამე ვინც მოყვება, გრიმალდო. ანუ შეიძლება საუკეთესოებში არა, მაგრამ როგორც ფენტეზისთვის, როგორც არის სიტყვაზე მინდეში და დიმარკო, აი ორივე შედეგიანობის მხრივ რაც ფენტეზიში მნიშვნელოვანია, აუცილებლად მაშინ გრიმალდო. даже შეიძლება გრიმალდო მაგ მხრივ შეიძლება ნუნუ მენდეშიც, იმიტომ რომ უბრალოდ პენალს ურტყავს, ჯარიმას ურტყავს, კუთხურს აწვდის და აი ხა ბუნდესლიგაში, შიდა ჩემპიონატში დიმარკო, არა დიმარკოს სამბერი პასი აქვს. სამბერი პასი აქვს. 12 პასი აქვს თუ 13 მე ხი კიდე გააკეთა. ხო და ნუნუ მენდეში გრიმალდო და როგორი ფიქები არიან? აი შეიძლება გუნდი ხო, აი PSG-ს თქვით რომ შეიძლება გაუშვას. შეიძლება სამივე გაუშვას. შეიძლება რთული თამაში კონდეს. ლევერკუზენი დარწმუნებული ვარ რომ გაუშვებს, მაგრამ უბრალოდ შეუძლია სამივეს რომ ადგენენ და რამდენსაც გაუშვებენ, იმდენი თვითონ გაიტანონ. საგოლე კონტრიბუცია ქონდათ, კინა გოლი გინდა პასის მხრივ. შემტევებად შეიძლება გადაიქცნენ ჩვეულებრივად რა იმ თამაშებში და ძალიან კარგი ფიქია და ჩემი აზრით X3 არის უალტერნატივო რა. და დანარჩენი ორი ვარიანტი, ორი სარიგილი ადგილი. ტრენზე ვისაუბრეთ, რომ ტრენტი შეიძლება უბრალოდ აი ხა დაბრუნდა ტრაუმიდან და ეხა სოსიედთან კი ძალიან მაგარი თამაში ქონდა მართლა, მაგრამ აუ არ ვიცი ხა არბელოს თვიში მართლა რა ხდება. შეიძლება საერთოდ არც ეთი არ. შეიძლება არბელომაც არის ის და შეიძლება კონსალო გარსია დააყენოს. მაგრამ ხო ანუ ტრენტი შეიძლება ეგეთი სარისკო ვარიანტებიდან კიდე ნუ რეალურად ხო აზერბაიჯანში შეიძლება მართლა გაუშვოს ნიუკასლმა, მაგრამ რო არ გაუშვოს მალიქ ჩაუ პრემიერ ლიგის ფენტეზის ვისაუბრეთ. და შეიძლება დენბერნი შეიძლება, იმიტომ რომ ორივე ამ სეზონშიც გვაჩვენეს რომ ლუის ჰოლი? ლუის ჰოლი კი ყოველთვის აი ესეთი ის არის, რომ აი ეგ ითამაშებს, კარგია, მაგრამ მაგისგან მე შედეგი წელს არ მინახია, ამიტომ უფრო გამტანი ცენტრალური მცველები არიან ჩაუც და ბერნიც და ალბათ კლინშის თუ შეინახავენ იდეალური შემთხვევაა, თუ არა და ორივესგან უნდა ველოდოთ დარტყმებს, მინიმუმ სახლში მაინც. იმიტომ რომ ბევრჯერ გვინახავს რამდენ კურთხევს და როგორ აწვდის ნიუკასლი. როგორ უყარ ჩატოდებებზე თამაში და მაგ დროს აი ჩაუს, როცა ბერნი არ არის, უფრო ჩაუს უმიზნებენ და როცა ბერნია უბრალოდ იმხელა ტიტანი კაცი არის, რომ ბურთს აი მაგნიტივით იზიდავს, რომ აი მაგან დაარტყას რა. და წეგან როგორც შენ თქვი, ნუ ინტერი ალბათ მართლა ყველაზე მარტივი მე პოდოს მიმართ წეგან არ დავიშვი, კაი სიტყვები, მაგრამ ხო, მაინც ალბათ ამ წყვილებიდან გამომდინარე ყველაზე კაი არჩევანი კარში იან ზომერი იქნება. ხო, თქვენ გადაწყვეტეთ მაინც ვის ჩააყენეთ, თუმცა ჩვენი რეკომენდაცია იან ზომერი არის და სკამზე ჩვეულებრივად კაი ჩაბეტონებული, კაი დგრეგორიო, იმიტომ რომ UM შეიძლება ჩვეულებრივად ორივე თამაში 0-0 მორჩეს, ან გოლი არ გავუშვას, ანუ გონია რომ ორიდან ერთ თამაში UM კლინში შეინახოს. ანუ ძიმე გუნდია ძალიან და ხო და აი გრეგორიოსთან ერთად თუ ეგრე გიჭირათ და UM-ს როგორ შემატკივრებთ, კალულუც შეიძლება თავისუფლად. ჩვეულებრივად კი დაცვაში, კი ჩვეულებრივად კალულუც შეიძლება და კიდევ სოფლიოში საუკეთესო მეკარის შეგვიძლია დავაყენოთ ტიბო კურტუა, იმიტომ რომ შეიძლება და ალბათ გოლს მაინც გაუშვებენ, მაგრამ შეიძლება ისეთ თამაში მოგთავაზოს, რომ საუკეთესოც გახდეს თამაში რა თავისუფლად. და კაკას აი ლისაბონში ეგეთი სუნი მცემს, რომ ეგეთი თამაში იქნება, რომ კულტურას ბევრი საქმე იქნება. შეიძლება მოგვიწიოს მაგის ყურება. ჩვენ დაკომპლექტებული გუნდი ამონად ხდება. სადაც ნახავთ რა ჩვენ რეკომენდაციებს, რომ ჩვენი გუნდი პირადად როგორი იქნება ამ სამშაბათი 4 შაბათის თამაშებისთვის. და ხო, გონი გუნდის დავაკომპლექტეთ. ერთი უბრალოდ თხოვნა რაც იქნება არის ის, რომ მართლა თქვენთვის კეთდება ხალხო და იმისთვის კეთდება, რომ კიდე ერთხელ განმეორდები პირველ ეპიზოდშიც თქვი, რომ რაც შეიძლება მეტი ხარდაჭერა გჭირდება თქვენგან რა, გამოწერის მხრივ და ლაიქების მხრივ, ვიდეოს გავრცელების მხრივ, იმიტომ რომ ვინც მართლა არ თამაშობთ, უბრალოდ მართლა ძალიან დიდ სიამოვნებას და ხალის კარგავთ და მე და თოკოს მიზანიც ეგაა, რომ ჩაგდოთ ამ თამაში და არ არის აუცილებელი, რომ ძმაკაცი ყავდეთ, რომელიც ამ თამაშს ითამაშებს, ჩვენთან ერთად შეგიძლიათ, რომ ითამაშოთ, იხალისოთ, ჩვენივე არხზე მოისმინოთ ანალიტიკა, გარჩევა, წინა სამაჩო მიმოხილვა და ასე შემდეგ და ამისთვის Google-საც არ დაგტოვებთ ვინც ჩემპიონთა ლიგაზე. შეიძლება ვიღაც ჩემპიონთა ლიგის ფენტეზის თამაშობს და პრემიერ ლიგას არ თამაშობს. ხო. და ჩემპიონთა ლიგის ფენტეზიზე გადავწყვიტეთ, რომ ვინც პლეი-ოფის ტოტალში ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, პლეი-ინს პლუს პლეი-ოფი, გადავწყვეტეთ ერთწლიანი სედანტას გამოწერა. და ასევე თქვენი საყვარელი კლუბის რეტრომაისური. დიახ.
ნუ ეს ყველაფერი შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ფენტეზის უსწავლოზე არ აქვს, მაგის დიფერენცირების საშუალება მანამდე თამაშობდა თუ არა მოთამაშე და ახლა რო დაიწყოთ თამაში და დაგვემატოთ შეიძლება გამოჩნდეთ რაღაც 600 გულით უკანან რაღაც, მაგრამ მეტი გამჭვირვალობისთვის ასევე გვექნება ჩვენი პეიჯი Facebook-ზე, სადაც გამოვაჩენთ ლაივში ყოველი ტურის შემდეგ შევკრიბავთ ამ თემებს, ხო, დააპდეიტებულ ცხრილს რა. და მაგით გამოვარჩევთ უკვე გამარჯვებულს და ასევე აუცილებელი არის ნებისმიერი გამარჯვებულისთვის გინდ ჩემპიონთა ლიგაზე გინდ ხო პრემიერ ლიგაში რომ ჩვენი არხი გქონდეთ გამოწერილი YouTube-ზე და TikTok-ზე ჩვენი გვერდი გქონდეთ დაფოლოვებული. კი ბატონო. და ჩვენი შემდეგ გეგმებზე უფრო შემდეგ გეგმებზე, შემდეგი ეპიზოდი იქნება პრემიერ ლიგის თამაში. პრემიერ ლიგის თამაში კი არა, ბოდიში. პრემიერ ლიგის ფენტეზი. შემდეგი ტურის მიმოხილვა იქნება 27 Game Week-ის, რომ რა და როგორ სიტუაცია პრემიერ ლიგაში, ჩვენი გუნდი როგორ გადავაწყოთ და არ ვიცი, სამშაბათს დავთხშებოთ ერთად ჩავუშვით ჩემპიონთა ლიგას, შევხედოთ, მე და თოკო სად შევსვით, სად ვიყავით მართლები და რა ვიცი. გიყვარეს ფეხბურთი. კარგად. კარგი. დროებით.